ეხლა ვაპირებდი რომ ჯერ გამარჯობათ მეორედ ვაპირებდი რომ ჩავიდეთ ხო და უნდა დამედგა ყვავილოვანი კობოსტო უნდა მოვხარშო და მე ვფიქრობ ან მაიონეზში ან ნიგოზში უფრო მაიონეზში ნიგოზი უფრო ცოტა დიდი დროს მოიწყვავს ხო და ეგ გამეკეთებინა მაგრამ ისა მოდით და ჯერ ნახოთ ფუთა რა მოვიტანეთ ფუთა ერთი ცალი ვიცოლაჩებს ურეკავდი ხარ დაურეკო მეთქი ვანახო ფუთა არ მიპასუხა ამიტომ ვიდეოში ნახოს ვიდეოში ჩავწერ და მე დაურეკავ ლალოს ჩემს მიერ წავიღებ ხა ნახატებს ფუთას ვნახავ ფუთა ვნახოთ ერთი ცალი ჯერ რა მოვიტანეთ ისაკ დავდებ ხო და დანარჩენი საქმე მე მიხვდეთ ყვავილოვანი კომბოსტოს რა უნდა სანამ ადუღდება და მოიხარშება აუ სამფეხა სად არის სანამ მოიხარშება ისა მანამდე მე მაიონეზ შევანელებ და ჩავალაგებ ოღონდ მე ვწავ ხოლმე შოუბრაწავ ეხა ამდენი შტატივები და რაღაცები ვიყიდე ხო და კი რატო არა მინდა კიდეც და ეს ამაზე დავდგა აბა მოდი სელფის ჯოხზე რომ დავდგა ყაპანის ხორქადეს ხო და ერთი მაღალი შტატივი მინდა აი ადრე რომ მქონდა მეტრაზე მეტი იწეოდა და არა მაქვს ეგეთი სამფეხა მაქვს მარტო და მქონდა და გამიფუჭდა ის გამიტყდა ქარმა გადამიგდო და კიდე კაი ტელეფონი დავიჭირე ხო და ეხა შეიძლება რომ ამაზე გავაკეთოთ ანუ მაღალი კადრისთვის მჭირდება ხოლმე რა ისა რა ქვია დიდი შტატივი ოღონდ თუ ვიყიდი ცოტა ისეთ ფასიანს ვიყიდი რომ მყარი იყოს წესდა წინაზე ხო კარგად გავშალე ძალიან ადვილად და რა სჭირს მართლა მაინტერესებს ეს როგორ გავხსენ ლაშამ გახსნი წინაზე მე არც გამიხსნე მე დაბლავ ჩამოვარ და გაიხსნა თავისით აუ გადავირევი ახლა ერთი წამი აი ესე რა როგორ არის? აი ფერმე ჩამოსწიო უბრალოდ. აი ვიცი, წესით არ უნდა გადავარდეს, რავი, რატო უნდა გადავარდეს? ქარში არ დავთქვა, აქ დავთქვა. ანუ ესე იცი რა თმინდა მაღალი კადრით მე, რომ ის ვნახო. მაინტერესებს როგორი იქნება რა. ტანზეა თუ რანცხა. გადმოწიო ისინი. გუშინ მიუხედავად იმისა, ბევრი მწერდით, რატო არ ვიყავი, მაგრამ მართლა არ მეცალა ხალხო. აი თან ისეთი სიტუაცია იყო, რომ აი რო გავჩერებულიყავი და ისე გადავიღო, ვერ გადავიღებდი რა ეგეთ ვიდეოს. ნახე რა სიმაღლეზე აქციეთ. ფეხი არ მოიცვალოთ. კაია? კაია. ცოტა აქეთ გამოვატრიალებ, რომ გადავიცმევ რაღაცებს და ვნახოთ რა მოვიტანეთ მიტრადან. ვიდეო იქნება ესეთი, რა მოვიტანეთ ერთი ფუთა უყოდ რა. რავის გული. დაიცა შემოვათრიო და მოვალ. ერთი წამით. ეხა იონისი უნდა განახოთ პირველ რიგში. პირველი რაც იყო რისთვისაც მე ეს ვიყიდე, ეს ფუთა იყო, ეს პალტო. ანუ ამ პალტოს გამოვიყიდე რა ერთ სიტყვით, მე ეს ფუთა. ჯერ ის რომ მინდოდა და მეორეც ის რომ დავინახეს,
ეს პალტო რო დავინახე. უფრო მეტად მომინდა რომ მეყიდა. იმიტომ რომ ივანესთვის მინდოდა ეს მარტო ეს პალტო ღირს მაგ-ფუთის ფასი. სულ ახალი. სულ აი ძალიან მაგარი და ეს რო ვიდეოში დავინახე, აუ მაშინ ვთქვი რომ ეს არის ივანესი თქო რა. ეს ივანეს სტილი, ანუ ეხლა მიეჩვია ამ კლასიკური ფილმებს, კლასიკურ ჩასაცმელებს. ეს წამით ეკრანი მინდა რომ დავბლოკო. მეტად ძალიან არ გავალახე, მაგრამ აი ესე რა. აი ისე გვაჭირდა. ადრე იბლოკებოდა ხოლმე და ჭირს ახლა. აღარ. იყოს კარგი ხო. მოკლედ აი ესეთია. ოდნავ ეხა ივანე ჩემზე ერთი თავით ცოტა დაკლებით მაღალია და იმას უფრო კარგად აქ რა თქმა უნდა. ეს არის მარტო ინფუთის ფასი. ეხლა ნახოთ დანარჩენები. ორადორი ამოვიდა კაცის. ეს არის ერთი კიდე კაცის, რომელიც დაახლოებით მაგ ეგზომა არის რა. შავი. აი სრულიად არ ვიცი რამდენად ჩანს ხალხნო ეხლა აი ეხლა რაღაცა ისინი კი აქ აი მოცა ბუსუსებით მოსაცლელი, მაგრამ აი სულ ახალია. სულ. ეს მინდოდა ვითომ ლაშასთვის. მაგრამ ლაშას ძალიან პატარა მოვიდა. ძალიან მაგარია. ანუ ეს არის მეორე კაცის და მორჩა. დანარჩენი არ არის კაცისები. ეხლა ხავდებ და მაგიტეს გავწევ. რა თქმა უნდა. ეხლა აქედან უნდა გადავახარისხო მე რაღაცეები, უნდა დავათვალიერო, რომელია ბრაკი, რომელი არ არის ბრაკი. აი ხა მაგალითად აი ეს ამოვიღე და არ აქვს ღილები. შეიძლება ხა მე ამის ღილები მქონდეს და დავაკერო და გავაპატიოსო რა. ფერი კაია. ეს არც არის გამორიცხული რომ მიავიღო. აუ ეს არ უნდა ეგ. მე ესეთი რაღაცები დიდად პალტო აი კლასიკური აი მე ესეც გამიჭერე. კლასიკური რაღაცეები აი ესეთები ვერ ვხმარობ. არ მე პრაქტიკულება, მაგრამ აი ეს რაღაცნაირია. ვერა. ვერ ვგუობ რა. და რატო? პირველი რატო? როდესაც ზამთარია, აი ქარია და რაღაც. ერთადერთი რაც მე მგონია და სულ მაგის ისა მაქვს, აი ეს უნდა მქონდეს თბილად, ეს მე მაგ შესაძლებლობას არ მაძლევს. აი ესე უნდა ვიყო. ხო. ისე ძალიან კაია. ფორმა ძალიან კაი აქვს. აი სხვას რო აცვია მომწონს. მე ვერ ვგუობ. ყველას ჩაცმას ვაპირებ. არა მგონი ხა ყველა ჩემი ზომა არ იქნება. აი ეს არის დიდი ქალის გრძელია უბრალოდ დიდი ქალის რაღა. გრძელია, ყავისფერი პალტო. აუ შუქი არ მომწონს რა. აქ ხო დაგაყენოთ. აბა ერთ წამით. იმიტომ რომ აქეთ რომ მოძრავ, მაგიტო მაიმუნობს ეს შუქი. აბა ესე იყავით. ცოტა რბილსკამზე დგახართ და შეიძლება ტყაპანი გაგძვრეთ. ესე ჯობია. არის ყავისფერი. მოდი ხა ეს ჩავთ. ეს დიდი მექნება ყველა ვარიანტში. აი მდგომარეობა აქვს უსუფთავესი ხალხო. სახელო გინდა თუ რა. ეხლა მე ეს უნდა გადავახარისხო. ფასები დავადო და Facebook-ზე დავდო. აი გრძელი მაქვს კოჭამდე. ტიბე შუაფია დარჩენილი.
მიტრასი ყველა ძალიან იცი რა მოყვარს. ყველას გიყიდიათ ალბათ მეორადი ტანსაცმელი რა და ეგ არც დასაძრახია და არც გასატეხი, იმიტომ რომ მეორადებში ჩემთვის მაგალითად მოდი ეგ უნდა დაგაყენოთ. ჩემთვის მაგალითად უფრო ხარისხიანია, უფრო ხელმისაწვდომია რა თქმა უნდა და ბაზრობაზე რომ სიტყვაზე რაღაცა ღირს, რაღაცა ფასი მეორადი შეგიძლია იყიდო ისეთი, იმაზე მაგარი ხარისხი და მაგაში რა ვიცი, მე მგონი ყველა რა გჭირთ. რატო ვაიცა რატო მიდიხართ იქით? ერთი წამით ხალხმო და ჯამაათნო, ესე რომ ეს არ ტრიალდება? არ ვიცი. ეს სიტყვით აი სადაც დაგაყენოთ, რაცხანაირად. ასად არ წახვიდეთ რა. ხო და მიტრასი მიყვარს ეგ რომ ხო გიყიდიათ მეორადები და რაღაცა რო გარეცხავ და სპეციფიური სული რო აქვს მაინც. რაღაცა ხო? ამას არ აქვს. მართლა არა აქვს. ეს არის მოდური ახლანდელი თაობის პროპკებზია. ეს ლაივში ვნახე. ეს არის მოკლე სტილის პალტო, პალტო რა ქვია. ეს ჩემი ზომა არა ეხა თქო ჩავიცი რაღაც. მაგრამ ძალიან მაგარია. ვისაც ესეთი სტილის მოწონს, ძალიან კაია. ხო ეს მომეწონა ლაივში რომ ვნახე კიდე. მე პრაქტიკულებას ვზმე იყები ძალიან მაგრად. ამიტომ ეს ძალიან კაია. ვნახოთ კანზე. მოგა ყველაფერს ჩავიცვლებ. აი მეორე ფუთის არა გითხრათ. გოგო რა კარგია. ეს ხო რა ვაგდო. ბარბარე. აბა მოტრიალდი. თან აი მე რო ვთქვი ეს კაია. აბა და ეს დამყო. ჰა. ანუ ხო კარგია. ჟორა. კარგია? ნახეთ, ხალხო რა კარგია. ანუ ივანეს ხო უკვე ეს კაი სიტყვაზე. ამას რა თქმა უნდა, ამას დამუშავებული და ის კი არის, მაგრამ ივანეს ისიც უნდა გავწმიდო, რომ ბუსუსები და რაღაცეები აქვს სხვა პალტოსი და რაღაც ამას ცეგებისავ და ორ თქლით შორიდან რომ რაღაცა გავაპატიოსნო. ხო და ეს ძალიან მეპრაქტიკულა. ხო კაი. თან ეს როა დაფარული და ეს მეიკა ძალიან კაი. მოკლედ მშვიდობაში. მოკლედ მანამ მშვიდობაში. ეხა ის არ გამოვიდეს მთელი ფუთანი ავიღო. მე ისედაც მინდოდა რომ ამეღო. მე ხო კიდე ვთქვი კიდეც რომ უნდა ყველა ვარიანტში ერთი ავიღო რომ გასასვლელად მაქვს ერთი დუტის კუტკა, მაგრამ ხელია და ესა თან ესა მე კი არ გავსუქდი. თვითონ დაპატარავდა რიცხვაში. ხო და ხო რა იცი. ესეც გრძელია, ამას ახარ ჩავიცმევ, ნახე გრძელია. მოდი კაი ჩავიცვი. აუ საჭმელი არის რო წამოიხარა მე. კიდე ფული მოგცე და სუპერი მოიტანე. არა, ლელას ღია არ აქვს გუში თუ არ? გუშ ნარს მინახია. ლელას არ აქვს ოფოსები. კონდა ხოლმე. კაცებია. რა ვიცი, აგე 5 ლარია თუ გინა აიღე და წადი. და ორივე ვჭამოთ. ჰა. მაშინ გავიჩო. მედი აიღე, მან დადო ნინომ სადღაცას. წამოიღე რამდენიც მოგივა რომ ნინოს და ივანესაც უყვართ და იშვიათად. გოგო რა კარგია, ოღონდ მართლა. ესეთი ზედა ჯიბით. აუ კონდაც ხონა. აი თუ ხონეს ამას მეორადი სუნი. ვაფშე. მიტრასაც მივწერე მე ლაივშიც რომ ძალიან მაგარი ფუთაა მეთქი. ისედაც ვიცოდი ლაივში რაღაცა ნაწილი ვნახე რა.
ჯერ ისტორიას არ ახსოვს ის, რომ მე რამე მეყიდოს და იმ დღესვე არ გამეხსნას, როგორ მოვითმენდი, მაგრამ აი თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი რაღაც იყო, ისეთი გაუგნებული მოველი, რომ მეთქი მირჩევნია დასვენებულზე ვნახო, ვიდრე ესე ვიზუალურად იდებლივით გადავავლეთქო თვალი. ეს განიერი მექნება, თორე კაპიშვენი აქვს და ჩემთვის არის მისწრება. და თან ზმეიკა. ეხლა ნახეთ. მეცო ბუსუსები არ ჩავაყოლო. მე რამდენი ჯიბი აქვს? რა მაგარი რამეა, ბევრი ჯიბი აქვს. ერთი ჯიბი ზმეიკიანი და ზემოდან კიდე სხვა. სიგრძე ნახეთ. დაგაი. ეს ალბათ იქნება ემის ზომა ვარ მე, ემის ზემოთ რომელია? ლარჯი? ნახეთ. ოცდაათია წერია და ისეთი. ნახე ხალხო. პარკი, ღილები და რაღაცეები. ვარა წერია მას. ეს იქნება რაღაცა რა ვიცი. არ ვიცი ემის ზემოთ რა არის. ოს როგორ მოხდება. აი ეს მინდოდა ბარბარესთვის, მაგრამ პატარა ჰქონდა. პატარა კი არა. მე მგონი არც გაუსინჯე. ერთი აიღო შავი. იცი როგორი გრძელი სტილის, ქამრით და რაღაცა ეგეთი აიღო. ეს არის დაახლოებით, ახლა ამას ვერ ჩავიცი, ხალხო ის არის. ალბათ ნუ ბავშვის ტანსაც გააჩნია 13-15 წლის ასაკის ბავშვისთვის გააჩნია. ქამრით, იდეალური კლავებით და ხელებით, რა ვიცი, ვიღაცი. ესეთი. ის ეს ვიდეო რო Facebook-ზე დავდო, მე მგონი კარგი იქნება. იქაც რო დავდო. ესეც შეხედეთ კაპიშვენით. ესე კაი რაღაც. ღილებით არის, ოღონდ დაფარული ღილები აქვს სულ, მარტო ზედა არის, რომელიც ჩანს. არა დიდია, ეს განიერია. საკმაოდ, მაგრამ ვედი კაპიშვენი აქვს. ანუ აი ეს ღილი აქვს, რომელიც ჩანს, მარტო ერთი პეტლით. დანარჩენი აი ეს შიდა პეტლები აქვს. აი ესე. იდეალურ მდგომარეობაში, სიგრძეც აქვს ძვირფასი, კლავები ძვირფასი. აი ეს რა მაგარია. ეს არის ემის მერე რო რაღაცაა და კიდე რაღაცა ის არის. ეს არის მე მგონი XL. ესეც არის. აი შეხედეთ, სულ ახალია, უბრალოდ აი ეს ბუსუსები აქვს, არ ვიცი რამდენად ეტყობა, სველი იმით არის ჩამოსაწმენდი რა, სველი ჩოტკით. ესეც ზარაო. ჩანს, ეს თუნდაც ჩანდეს. ესეც ალბათ ბარბარეზე ცოტა, ნუ ხო, ასაკს იმას გააჩნია, რა ქვია, მდგომარეობას. ბავშვის აღნაგობას, ეს იქნება ალბათ 13-დან 15 წლის ასაკის ბავშვისთვის. ნუ გამხდარი გოგოსთვის. აი ეს მოეწონა ბარბარეს ძალიან ლაივში. უზომოდ მოეწონა. მე ამას ახლა წელს არა, მაგრამ მეორე წელს ესეთ სტილისას აუცილებლად ვუყიდე და ესეთ ფერს. თორე ახლა ერთი შავი აიღო. ხო და ეს არის დიდი ზომა. ბარბარის ზომა რო ყოფილიყო იდეალური იქნებოდა. ნახეთ, ქამრი. ისე Facebook-ზე ეს ვიდეო უნდა დავდო. გუგლბება კარგად. ანუ ღილების შეკვრა მეზარება რა ის. აბა დაინახე. ეს უფრო კლასიკური. მაგრამ აი ეს რო თბილად არა მაქვს. კაია რა. ეს არის ხალხნო ემიზომა.
ბარბარიც მოვიდა. ვერაფერი ვერ მოიტანა. ჰაუ. ერთში გააკეთე, ოშირად კიდე და ჭამეში. ეს ძალიან კარგი. ემი ზომა. ოღონდ უჭმელი ემისა. ესეც ბავშვის ზომაა. კამარი არა, ამას კამარი მე მეგონა მოვარდნილი ხო არა ვთქო, ესეც ბავშვის ზომა არის. XS-ი აწერია. სავარაუდოდ მათ შორის ეს ნინოს ჩავაცვი, ეს იყო და ნინო არის 10 წლის, ალბათ 10-დან 12 წლამდე ბავშვისთვისა აღნაგობის მიხედვით რა. ძალიან კაია. ნინოს რო კარგად ქონოდა, აუღებდი, მაგრამ ვერა. ეს რა არის? ესი კი აწერია, მაგრამ დიდია, ესზე დიდია, ესი ყველაზე პატარაა. შეხედეთ, უკან შეხსნილი აქვს. ესეთი. აუკუდან პინწაი. ანუ საყელო არ აქვს რა, აი ესეთი არის და აქ თითქოს პატარა ლიპების ისა სკავსად. ეს რა კარგი რამეა. ამასაც არ აქვს ღილები, ოღონდ სრულიად ახალია, სავარაუდოდ აჭრილი აქვს ღილები, აუნდეთ ეს ღილები მაქვს. დავაკრა. ეხა იქ აქვს ღილები, მაგრამ მაგას ხო რა ვაცი. იდეალურ მდგომარეობაშია ჯიბეები. ნახე. არ ვიცი რომელად ჩამეტევა, მაგრამ ჩავიცვათ. ესეც ისეთი სტილია, მოკლე სტილია, ვისაც მოყვარს მოკლე რაღაცეები, არაფერი არ აქვს დეფექტი, სრულიად ახალია, არ აქვს ღილები მარტო. მე ვნახავ ეხლა ღილები თუ მაქვს 5 ერთნაირი მეეჭვება, მაგრამ ვნახავ. ესეთი ღილები მინდა. თუ არა და ამას ავაცლი და აქედან სხვას დავაკრა. აქ ამ ადგილას სხვებს გავუკეთებ შესაფერის. ნახოთ. თან ის არის. აქ არც უნდა, იმიტომ რომ პეტლები არ აქვს, ფორმალურად. აი ეს არის დიდი ზომა და ფერი ნახეთ ხალხო, არ ვიცი, მან შეიძლება ცოტა მუქად ჩანს. ეს არის სრულიად ახალი. სრულიად ახალი. ეს დიდი ზომა უნდა იყოს. არ ვიცი, სადაც წერია, მაგრამ ნახოთ. არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს ვიდეო. მე მოვჭრი და ანუ YouTube-ის მასალას მოვჭრი და Facebook-საც გავუშვებ ამ ვიდეოს, რა მე ცალკე მეზარება გადაღება ვიდეოს, თან მათ არ ამცარ. ულამაზესია. მე უბრალოდ ვარდისფერი ტანსაცმელად შენთვის ვერ აღვიქვავ, თორე სხვისთვის ხო. ყველა ღილი ადგილზე აქ შესაკრავი, აქაც პეტლები. ისეთი ახალია, რომ ღილებიც კი შეგდევს ისევ. სიგრძეს ხედავთ. ასე რომ ეს არის რაღაცა არ ვიცი, ზომას ვერ გეტყვი. ემზე დიდია. ემზე დიდია. ეს არის თხელი პალტო, ოღონდ ამის ერთი ისა დუგმებია გატეხილი. აქ შეიძლება რაღაცა, არ ვიცი, რა გაკეთდეს. პეტლებით შეიძლება გაკეთდეს და ღილებიც. თხელი სტილია ოღონდ. არც არჩული აქვს, არც არაფერი, ეს არის თხელი მანტო. ანუ აქ უნდა ეს დუგმები აქვს და დაზიანებული აქვს. ამიტომ შესაბამისად ემას მდგომარეობა სხვა მხრივ ძალიან კარგი. თუ მე ოჩაღად პრინციპში მე საკერავი მანქანა მინდა ჩავრთა, ნინოს ის მაქვს შესაკერი ფორმა.
კარნავალისთვის შექმნებიანი კატის და ჩემი მანქანა პეტლებს აკეთებს, ამიტომ ამას გავაპატიებდი. ყოველთვის ვავლებ ხოლმე ხელს, როდესაც ესეთი დეფექტი არ მინდა რომ მაგის გამო ფასი დავაკლო და ვაკეთებ ისე რომ ჩვეულებრივ ქარხნულ სტილში ლამაზად ძვირფასად და სუფთად. ეს ხა ტყუილა ჩავიცმევ მე ამას, იმიტომ რომ არის პატარა ზომა კაპიშონით ეთყობა ალბათ და იცი როგორ მინდა რომ კარგად დაგანახოთ. აი ესეთი სტილის კაპიშონით ძალიან კაია უღონთ. ალბათ მაგასაკის ბავშვისთვის იქნება 12-დან 14 წლის ასაკის ბავშვისთვის. ყველაფერი აქვს იდეალურად. ღილებიც, კაპიშონიც. ეს სახში ვარ. მე რა საყვარლობა ერთი ბეწო და ეს არის აიმით პნოპკებით. ყველა პნოპკა ადგილზე აქვს. აი ესე. ეს არის დაახლოებით 10-12 წლის ბავშვისთვის აღნაგობის მიხედვით. სრულიად ახალი. ანუ ეს იფარება, შავია, ძალიან კარგ მდგომარეობაში. ასე რომ მართლა კარგი პროდუქცია მოვიტანე და მადლობა მიტრას. ეს უფრო ფულე სტილშია, არ არის პალტო მანტო, ეს არის რაღაცა შემოსაცმელი. ნახოთ, ამას სავარაუდოდ ფულეში გადავიტან, იმიტომ რომ ერთი ფუთა გასახსნელი მაქვს ფულეების. ზმეიკით და პრაქტიკული. და აი აქედანაც აქვს შესახსნელი. და კაი რამე. მართლა კაი რამე. მაგრამ პალტო მანტო არ არის. ოპას. ეხლა მე დავახარისხებ და ფასებს გეტყვით. დაახლოებით ამ ყველაფერს გავყიდი 20-25 ლარში. თუ რომელიმე ისეთია რომ თვითონ შეუძლიათ რომ ისაქნა რა ის ერთი დუგმები არ ქონდა თუ მოვასწარი გავაკეთე პეტლებს, მეორეს რა არ ქონდა ღილები, თუ არა და მაგებს გავუშვებ იმ 2 3-3 თუ მოვასწარი გავაკეთე, თუ არა და გავუშვებ დაბალ ფასში, თუ არა და ძირითადად იქნება 25 ლარები. დავიჯერებ 25 ლარად, პალტოს ვერსად ვერ იყიდით. პნოპკებზეა. აი ამას მაგალითად ერთი პნოპკა აკლია. არა ვერ ჩავიცმებ. ვიწროა. რო გავყავი და გავუვარდი. ერთი პნოპკა არ აქვს სამწუხაროდ. და ვიღაცა თუ თვითონ რამეს მოუხერხებს, იაფად მივცემ. არა და იდეალურია, ნახეთ. ძალიან მაგარი. მოკლედ ამით მორჩა მიტრას სიტუაცია. ამით დამთავრდა. ეს არის მიტრას პროდუქცია, პალტო მანტოები. ძირითადად იქნება 25 ლარიანი პალტოები. არ აქვს მნიშვნელობა ზომას, იმიტომ რომ მე ცალობაში როგორც გამოდის ის ფასი უნდა ამოვიღო. ეს ჩემია. მშვიდობაში მანანა. იმიტომ რომ მე ჩემი ზომა და ანუ აი ამისთვის, რომელიც მე მომწონს, ეს მოვირგე. და ზმეიკა. დაგემშვიდობებთ ახლა მომავალ ვიდეომდე, ამ ვიდეოს გავჭრი და Facebook-ზეც დავდებ, რომ ყველამ ნახოს ბარემი. იმიტომ რომ ცალკე ვიდეოს მე ვეღარ გადავიღე. სახში ვარ მარტყოფელებო დღეს, თუ გიქნებათ სურვილი მოხვიდეთ, ნახოთ თქვენ თვითონ, მობრძანდით და ნახეთ. დროებით მეორე ფუთას გავხსნი ახლა.